გამარჯობა. დღეს ვიწყებთ ჩვენს ახალ პოდკასტს რა ხდება მსოფლიოში. მისი, ასე ვთქვათ, მიმომხილველები ვიქნებით მე ნათია ქარჩელაძე და დათო გალაშვილი. რატომ გადავწყვეტეთ ამ ახალი პოდკასტის დაწყება? პირველ რიგში იმიტომ, რომ რაღაც იწყება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, ასე ვთქვათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ მქონდეს მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა ყოველ კვირას და შევეცდებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მიმოვიხილოთ და გამოვეხმაუროთ მას. ეს არა მარტო მოიცავს იმას, რომ რაღაც ფაქტებზეც ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა შევეცდებით, რომ ანალიზი გავაკეთოთ მიმდინარე მოვლენების, იმიტომ რომ ეს მოვლენები პირველ რიგში ჩვენ გვეხება და მნიშვნელოვანია ისიც ვიცოდეთ თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ დღეს უკრაინაზე, უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. გვეყოლება ასევე სტუმარი აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა უკვე ჩამოთვლილი მოვლენები და თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ მხრივ საერთაშორისო პრესაში ინგლისურად და თუნდაც რუსულად არ მოიპოვება ბევრი წყარო და ვფიქრობ სანდროსთან გასაუბრება და მისი მიმოხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავიდან ალბათ მნიშვნელოვანია დავიწყოთ ყველაზე ცხელი მოვლენებით, რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასა და რუსეთს შორის. ბოლო კვირაში ეს მოვლენები კიდევ უფრო დაჩქარდა, აქსელერაცია გაუკეთა, ასე ვთქვათ, ტრამპმა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მისი მთავარი დაპირება იყო, რომ ომის შეწყვეტა რამდენად გამოვა არ ვიცით, თუმცა ეხლა რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს არის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და ალბათ თავიდან ვთქვათ, როგორია მხარეების პოზიციები, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის მხარის მზაობა, რომ ისინი მზად არიან 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა მეორე მხრივ მოვისმინეთ რუსეთის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ორაზროვანი განცხადებები პუტინისაც და მისი თანაშემწისაც, რომ ისინი მზად არიან 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა უნდა აღმოიფხვრას, აი ზუსტად რო ვთქვათ, კონფლიქტის ძირეული მიზეზები და კონფლიქტის ძირეული მიზეზები ჩვენ ზუსტად ვიცით არის, რომ უკრაინა არ უნდა ჰქონდეს სუვერენიტეტი, არ უნდა ჰქონდეს მისწრაფებები ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და ასე შემდეგ. და თავარი ასე ვთქვათ, ულტიმატუმი არის ის, რომ უკრაინა უნდა შეწყვიტოს, ევროპამ და ამერიკამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს, ასე ვთქვათ, ჯარების მობილიზება და აღარ უნდა გააგრძელოს სამხედრო მხრივ გაძლიერება. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რა ულტიმატუმსაც ისინი უყენებენ უკრაინას და ამერიკას. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის წარმომადგენელი ასევე ჩავიდა მოსკოვში, თუმცა ჯერ არ გასაჯაროებულა თუ რითი დასრულდა მისი საუბარი პუტინთან და ვფიქრობ, ანუ შენც რო გითხრა ერთი-ორი სიტყვა ბოლო დროინდელ მოვლენებზე და შეიძლება უფრო შორიდანაც რო დავიწყოთ, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირა კი გაიზარდა ეს მოლაპარაკებები და გაიხსნა სივრცე თითქოს, თუმცა ამას ბევრი რაღაცა წინაპირობა ჰქონდა წინა კვირებში იგივე მიუნხენის კონფერენცია და ასე შემდეგ. მოგესალმებით პირველ რიგში, როგორც ჩვენ თქვი, ამ გადაცემის დაწყების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯერ ერთი ისედაც არ ვიცი, გლობალურ სოფლად მოიხსენიებენ ხო დღეს სოფლიოს და ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები აისახება ხოლმე ან რეგიონზე, ან თუ ეს უფრო დიდ და გაბარიტულ სახელმწიფო შეეხება, შეიძლება მთელ მსოფლიოზეც. ამიტომ დრო ამისი ყოველთვის არის ალბათ, მაგრამ დღეს უფრო არის, იმიტომ რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი დაინგრა უკვე, ან არ ვიცი, დაანგრევის პროცესშია და ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გამტკიცებას და დადასტურებას ხედავთ ახლა,
რომელსაც სხვადასხვა რეგიონში მოაქვს სხვადასხვა შედეგი. რაც შეეხება ამ უკრაინა-რუსეთის კონტექსტს, ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ პირველ რიგში, რომ ნებისმიერი ეს საგარეო რიტორიკა და საგარეო პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკასთან მიბმული და ტრამპის მთავარი დაპირება თუ იყო, რომ ომს დაასრულებდა უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს ალბათ უფრო მეტად იყო გაკეთებული რაღაც ამერიკელ მოსახლეობასთან მიმართებით. რიტორიკული ფანდი იყო ის, რომ 24 საათში დაასრულებდა ომს და ალბათ არავის არ სჯეროდა ამისი. უბრალოდ მან განიმტკიცა თავის ამომრჩეველშიც და ზოგადად მსოფლიო საზოგადოებაში გარიგებების დამდების იმიჯი, იმ ადამიანის იმიჯი, რომელსაც შეუძლია რომ ორი თუნდაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე დასვას მაგიდასთან და ის გააკეთებინოს, რაც მისთვის აქ და ახლა ხელსაყრელია. ეს რამდენად გამოუვიდა, არ ვიცი, იმიტომ რომ თუ წინაპირობებზე ვისაუბრებთ და ვილაპარაკებთ, წინაპირობა ჯერ თავდაპირველად იყო უკრაინაზე ზეწოლა, ზელენსკიზე ზეწოლა და ის ცდილობდა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ეს აურზაურიც ზუსტად იმის მანიშნებელი იყო, რომ მას სურდა ზელენსკის არ ვიცი, იმიჯი დაესუსტებინა, როგორც ომის გმირის, დაენახებინა ამერიკელი მაყურებლისთვის და აუდიტორიისთვის, რომ ის ომის გმირი კი არ არის სინამდვილეში, ის არის ადამიანი, რომელიც საზარბაზნე ხორცად წირავს თავის ჯარისკაცებს და მოსახლეობას. და მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხო, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და ეს იყო მცდელობა იმის, რომ უკრაინას დაბრალებოდა ამ კონფლიქტის დაწყება. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ამბობდა 20%-იანი რეიტინგი ჰქონდა ზელენსკის, რაც პირდაპირ რუსეთის რიტორიკას ეთანხმებოდა, იმიტომ რომ რუსებიც ამბობდნენ, რომ ზელენსკის არ აქვს ლეგიტიმაცია და ტრამპმა თქვა, რომ ის დიქტატორია და უნდა ჩატარდეს არჩევნები. და ესეც რიტორიკული ფანდი იყო, იმიტომ რომ არჩევნები საომარ პირობებში და საგანგებო მდგომარეობაში ვერ ჩატარდება. არ ვიცი, მაგალითებად მოყვანილი იყო ამერიკის სამოქალაქო ომი და მეორე მსოფლიო ომი. სამოქალაქო ომის დროს არ არსებობდა ავიაცია და საერთოდ სხვა სამხედრო ვითარება იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს კიდე ამერიკის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა ომი. ამიტომ ამაზე ლაპარაკიც ვიცით, რომ რეალისტურად სისულელე იყო, მაგრამ ამას იყენებდა. მერე გავიგეთ ისიც, რომ ოპოზიციონერებთან ქონდა, ანუ უკრაინის ოპოზიციონერებთან ლაპარაკებები. ხო და ამაზე საერთაშორისო მედია წერდა, პოროშენკოზე იყო ლაპარაკი და ტიმოშენკოზე. მაგრამ შემდეგ მათაც თქვეს, რომ აქ და ახლა არჩევნებზე საუბარი არის გამორიცხული. ისედაც ახლა, როგორ წარმოუდგენია, ანუ როგორ უნდა დაიცვას უკრაინამ თავისი მოქალაქეები, რომ შევიდეს ახლა ხმის მისაცემად და უცებ რუსეთმა რომ მოინდომოს დაბომბვა იმ ადგილს, ხო, საზმნა ჩატარდეს, ვინ უზრუნველყოფს მაგას, ანუ ზოგადად ეგრე ხდება, რომ ომის დროს არ ტარდება, არ ტარდება, ხო? ხო და ისიც ტყუილი აღმოჩნდა და მარტივი ფაქტ-ჩეკი იყო ის ამბავიც, რომ ზელენსკის 20%-იანი რეიტინგი აქვს, სინამდვილეში ტრამპზე მეტი რეიტინგი აქვს უკრაინაში ზელენსკის და ცხადია ძალიან ბევრი შიდა პრობლემაა უკრაინაში. მაგრამ თუნდაც მაგალითად კორუფციის საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ შენ უკრაინა დაადანაშაულო ომის დაწყებაში და ის თქვა, რომ ანუ უკრაინას ომი იმიტომ აწყობს, რომ იქ რაღაცა ბიზნეს ელიტებმა და ოლიგარქებმა ფული აკეთონ. ეს არ არის სერიოზული ამბავი. ხო, ანუ უკრაინაში კორუფცია და ოლიგარქები და ასე შემდეგ, ეხლა ანუ 2 წლის წინ ხო არ გაჩვენა, რავი, ესე იყო და მაშინ რუსეთმა რაღა უნდა თქვას, ეხლა რავი, რამდენი ოლიგარქი და რამდენი იმხელა კორუფცია და ისეთი საპოლიციო სისტემა ყავს. ხო, ამას ემატებოდა ისიც, რომ ტრამპი ესეც манипуляция იყო და ტყუილი იყო, რომ 350 მილიარდი მისცეს უკრაინას. ჯერ ერთი რა თანხაც მისცეს, არ ვიცი, თუნდაც 350 მილიარდი იყოს, მაგრამ არ არის ესე და 150 მილიარდია საუბარი. ნახევარი წავიდა ამერიკულ საავიაციო კომპანიებში, იარაღის წარმოებლებში. ამიტომ ეს პირველი ეტაპი, მოკლედ
აქცენტირება იყო უკრაინაზე, ზელენსკიზე და პიკი ამისი იყო ეს ოვალურ კაბინეტში შეხვედრა. თავის მხრივ ევროკავშირს და უკრაინასაც ჰქონდა თავისი პრეტენზიები ტრამპის მიმართ, იმიტომ რომ პირველი შეხვედრა რუსეთის დელეგაციის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ნიშნავდა თითქოს იმას, რომ ევროპის კონტინენტიდან არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება, ვთქვათ, უკრაინის ინტერესების დასაცავად. და ამბობდა ევროპული მხარეს და უკრაინული მხარეს, რომ ასეთ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. მეორე მხრივ ისიც იყო, რომ საუდის არაბეთში არ ვიცით ჩვენ რამდენი დრო დაეთმო უკრაინაზე საუბარს, ვიცით რომ უფრო მეტად სხვა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი. ხო, ეს ეხანდელ ჯედაში შეხვედრაზე ამბობ. არა, მე ვამბობ, აი პირველი შეხვედრა რაც იყო ამ რუსებსა და ამერიკელებს შორის. ხო, მაგრამ აი იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ოვალური კაბინეტის შეხვედრის შემდეგ თითქოს დაიწყო ვითარების განმუხტვა და ეს მეორე, უბრალოდ საუდის არაბეთში მათი შეხვედრა უკრაინის და შტატების დელეგაციის თითქოს ნიშნავდა იმას, რომ რაღაც მხარეები რაღაცაზე თანხმდებიან. ამას წინ უსწრებდა აი ამ ზეწოლის კონტექსტში რო ვთქვა, თამაშობს რეალურად იმით, რასაც ზელენსკის ეუბნებოდა ოვალურ კაბინეტში, რომ შენ არ გაქვს არანაირი კარტები, მე მაქვს და შენ თუ არ მოდიხარ, ამ წიაღისეულის შეთანხმებაც უნდა ვახსენოთ აქ. არ დებ მაგალითად ჩემთან წიაღისეულის შეთანხმებას. აი გიწყვიტავ იარაღის მოწოდებას და სადაზვერო ინფორმაციას ევროპა რეალურად ვერ გეხმარება. ხო, და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წიაღისეულის შეთანხმებაც უფრო შიდა ხალხზე მოხმარებისთვისაა, იმიტომ რომ რეალურად არ ვიცით ეხა ის ტერიტორია რა წიაღისეულია, რაზე არის საუბარი, ვის ხელში შეიძლება ვიცით რა მეტალების, ანუ რა ელემენტების გატანაც უნდა, მაგრამ ხო, ანუ მაინც ბუნდოვანია რა, ანუ ესე რო აწერ ხელს, მაინც ისეთი არ არის რა, უფრო პიარის ნაწილი მგონია ვიდრე ანუ ეს არის მიჩვენება თავისი მოსახლეობისთვის, რომ ბაიდენი იყო სულელი კაცი, რომელიც თქვენ გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავდა სისულელეებში და მე ვარ ის კაცი, რომელიც ამ ფულს დავაბრუნებ უკან და ამ ფულის დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება მე ამბობდა რომ არ ვიცი შეგვიძლია ომის გაგრძელებაზე ლაპარაკი. როგორც ახლა ამბობს, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის ამაზე, სანქციებს გავამკაცრებთ და დღეს გონი უკვე მაგაზე არის ლაპარაკი და მაშინ გავაგრძელებთ ომს. იქამდე, ანუ თუ რიტორიკა იქამდე ის იყო, რომ ჩვენ არ გვაქვს ომის გაგრძელების თავი და ყველა თავის საქმეს მიხედოს, ევროპა მიხედოს თავის საქმეს და აი ამაზეც ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს ეს, რომ ყველა თავის საქმეს უნდა მიხედოს. მეორე მხრივ თან ლაპარაკობს იმაზე, რომ ომს გავაგრძელებთ. ერთსაც დავამატებ, რომ ეს რუსეთთან მიმართებით სანქციების დაწესება, ესეც რეალურად არის უბრალოდ ხმამაღალი სიტყვები, იმიტომ რომ ხო, ისედაც არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს დღეს ის სავაჭრო ურთიერთობები და პარტნიორობა, რომ რუსეთზე დიდი გავლენა მოახდინოს ამერიკის სანქციები. ისედაც სანქცირებულია ეს ქვეყანა და SWIFT-დან გათიშულია, ვიცით და ანუ რეალურად ესეც რას ნიშნავს? დიდი გავლენას არ მოახდენს. მეორე მხრივ ევროპაზეც რო ვისაუბროთ, ევროპის როლი რა არის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც JD Vance-მა მიუნხენის კონფერენციაზე თავისი რაღაც სიტყვა თქვა და თქვა რომ ამერიკა აღარ ყველამ თავის თავს მიხედოს მოკლედ რაღაც თქვი და მეორე მხრივ ევროპელების ასე თქვა გააქტიურების ფონზე იმის ფონზე რომ გერმანიის ახალ ფორმირებული აპრილში გვეყოლება ახალ ფორმირებული მთავრობაც იმაზე ლაპარაკობს რომ აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდა საფრანგეთის ამაზე ლაპარაკობს ბრიტანეთის ამაზე ლაპარაკობს რა უნდა იყოს ევროპის როლი იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით რომ ამ კონფლიქტშიც ამერიკა მაინც ჩაუნაცვლებელია თუნდაც იმის გამო რომ იარაღის მწარმოებელია თუნდაც იმის მწარმოებელი და რავი პირველია ალბათ სადაზვერო ინფორმაცია ჩაუნაცვლებელია და ნახეთ რომ მართლა შეუძლია ეს რეალურად დააზარალოს უკრაინა
თუ ინფორმაციას არ მიაწოდებს, როგორ შეიძლება რომ ევროპამ დაიბრუნოს ძველი დიდება, ასე ვთქვათ და ამერიკისგან დამოუკიდებლად შეძლოს ის რომ მაგალითად არ იყოს მუდმივად იმის საფრთხის ქვეშ რომ აი რუსეთი თუ მოინდომებს შეუძლია შეიჭრას მაგალითად რა ვიცი ესტონეთში ან ბალტიისპირეთში მოლდოვაში რა ვიცი საქართველოში ანუ როგორ შეიძლება საქართველოს პრინციპში რაღაც არც თქმულად არც საჭიროებს და სხვათა შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობდა მე მგონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რომ აი საქართველოს კითხეს რომ რამდენად კონდათ იმის მოლოდინი რომ საქართველოს ომში ჩართვაზე და ანუ მისთვის ძალიან გაკურებული იყო იმიტომ რომ საქართველოს რეალურად არ შეუძლიაო სრულმასშტაბიანი ომის წარმოება და 2-3 დღიანი ანუ პრაგმატულადაც კი უკრაინისთვის ეს არ იქნებოდა რაღაც ამოსუნ თქვის ან რაიმე საშუალება და მით უმეტეს ხა რავი ძალიან ის მოდი ესე ვთქვათ ანუ რახან მაგ თემასვე გავაგრძელებ რა ანუ პრაგმატულად თუ აქ სავაჭრო გზა უნდა გაიგოს რომელიც ჩინეთს და ევროკავშირს დააკავშირებს ერთმანეთთან ანუ რატო უნდა აწყობდეს მაგალითად თუნდაც ევროკავშირის ამ სავაჭრო გზის პირდაპირი კონტროლი რუსეთის ხო თან იმის ფონზე რომ ჩვენთან ხო როგორც თქვი შენდება ამ ხელა მაგისტრალი სადაც ხო კიდევ უფრო ახლა როცა ანუ ამერიკა თითქოს გაუცხობდა უკვე ევროპისგან ჩინეთისა და ევროპის სავაჭრო კავშირი და ინდოეთის სავაჭრო კავშირი რომელიც 2025 წლის ბოლოს უკვე იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებად გაფორმდება. ხო, ანუ ეს ანუ ესეც არის რეალურად, ანუ თუ ამ ესე ვთქვათ განცხადებაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება, ალბათ აზრზე ვინც არის იმისთვის ეგ ისედაც ცხადია. ახლა რას ლაპარაკობს ქართული ოცნება, ეს კიდე ცალკე საკითხია, ხო? მაგრამ რაც შეეხება აი ამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას და JD Vance-ის განცხადებებს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე საინტერესო განცხადება გააკეთა მაგალითად მარკო რუბიომ, რომელმაც თქვა, რომ 30 იანვარს თუ არ ვწდები, რომ არ არის ნორმალური, როდესაც სოფლიო არის ერთპოლუსიანი და არსებობენ სახელმწიფოები და იმპერიები, მოდი ესე ვთქვათ, რომლებსაც აქვს თავიანთი უფლებები ისევე თანაბარი უფლებები, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს რუბიოს რომც არ ეთქვა, ისედაც ფაქტი იყო, იმიტომ რომ 2008 წლის კრიზისის შემდეგ ამერიკის მიერ გამყარებული წესრიგის უკვე კითხვის ნიშანი ესმება, ეს რა წესრიგია, ნეოლიბერალური წესრიგი, თავისუფალ ვაჭრობაზე დამყარებული, სადაც დომინირებს დოლარი და სახელმწიფოს ანუ მინიმალური ჩართული სადაც დომინირებს დოლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ამერიკის შეერთებული შტატები არის ესე ვთქვათ სუვერენი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, სად დაიწყება საგანგებო მდგომარეობა და სად არა, სად შეიჭრება, სად განახორციელებს რაღაც პროქსი, არ ვიცი, პროქსი ომებს და რომელ სახელმწიფოს დაუქნევს თიც. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რეგიონი იქნება, ხო ეს ერთი მხრივ ეს ისედაც ანუ რუბიოსაც რომ არ ეთქვა ფაქტია რომ ჩინეთი ალბათ გადაასწრებს მალე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკურად და ის ავრცელებს თავის ეკონომიკურ ექსპანსიას აფრიკის კონტინენტზე, ევროკავშირზე, სამხრეთ ამერიკაზე და ასე შემდეგ, ანუ ხელშეუხებელი რაღაც საზღვრები აღარ არსებობს და ისედაც ამ განცხადებების მიღმაც ვართ მრავალპოლუსიან სოფლიოში, მაგრამ რას ნიშნავს ის, როდესაც ყოფილი მსოფლიო ჰეგემონი ამბობს, რომ მე ჩემს ბატონობას, ანუ მე უკან ვიხევ და ვიკეტები რომელიღაცა რეგიონში, ანუ თქვა დასავლურ ნახევარსფეროში. ეს ერთი მხრივ არის მონროს დოქტრინის გაგრძელება, უბრალოდ რეაბილიტაცია და რესტავრაცია და რა იყო მონროს დოქტრინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში თქვა, რომ ევროპის ქვეყნები მეტად აღარ უნდა ჩაერიონ ამერიკის კონტინენტის საქმეებში და შემდეგ მონროს დოქტრინა გადაკეთდა ისე, რომ ლათინური ამერიკა გახდა ამერიკის შეერთებული შტატების უკანა ეზო.
და თუ მაგალითად არ ვიცი საბჭოთა კავშირი შეეძლო რკინის ფარდის მიღმა რაც უნდა ის ეკეთებინა ამერიკა რკინის ფარდის მიღმა აკეთებდა იგივეს თუმცა ეს იყო ორპოლუსიანი მსოფლიო და ცივი ომი იყო ის მიჯნა როდესაც შტატები ხდება აბსოლუტური ბატონ-პატრონი ხო ყველაფრის დღეს ახლა უკვე ფაქტია რომ ტრამპი უფრო მეტად აპელირებს გრენლანდიაზე კანადაზე ხო რაღაც თავის რეგიონზე პანამაზე და თავდაპირველი განცხადებები მისი გაპრეზიდენტების შემდეგ იყო ის რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები ანუ ნატოს სხვა სახელმწიფოებმა შტატების გარდა ეს პირველი ვადის დროსაც იყო მაგრამ ახლა უფრო ესე ვთქვათ მიმწოლი რიტორიკით იმიტომ რომ შტატები აღარ აპირებს დაიცვას ევროკავშირი და შტატები აღარ აპირებს ჩაერიოს იმ კონფლიქტებში რომლებიც მის პირად ინტერესში არ შედის ეს ნიშნავს მსოფლიო პოლიციელობიდან ხელის აღებას მაგრამ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან ფართო სურათში ამან შეიძლება ფართო სურათში გამოიწვიოს ის რომ რეგიონალურ იმპერიებს მისცეს საშუალება რაც უნდა ისაკეთონ ალბათ აქამდეც ასე იყო ხო პრინციპი მაგრამ ხო რაღაცა იმიტაცია იყო სტატუს კოს გადალაგებაა მთლიანად იმიტომ რომ ხო რაღაც ამერიკა თავისთვისაც არ მთლად არა მაგრამ ნუ რაღაცა ეს ულტრამემარჯვენე იმით რომ მხოლოდ ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და შიდა პოლიტიკაზე მიმართული გარე პოლიტიკაზე თითქოს არ მიმართული მაგრამ მაინც ხო ანუ ხო თავისი ინტერესებს ანუ თითქოს ამბობს რომ ანუ არ მაინტერესებს ხა ევროპაში რა ხდება მაგრამ ჩვენ ვნახეთ მერცის განცხადებას რომ რუსეთთან ერთად ამერიკაც იგივე წარმატებით იყო ჩართული არჩევნებში და პრინციპში ეს მასკის და ტრამპის ტანდემი ყოველთვის შეეცდება რომ ევროპაშიც თავისი გავლენები ულტრამემარჯვენე ან მოფაშისტო ელემენტებთან გააძლიეროს მოკლედ ისინი ევროკავშირის კონტექსტში ტრამპის განცხადებებიდანაც ჩანს რომ მისთვის ალბათ ერთ-ერთი ამ თავარი მტრისხატი არის ევროკავშირი. ძირითადად ის ამბობს, რომ ევროკავშირი ძარცვავს ამერიკას, რადგან არ ვაჭრობს ევროკავშირი შტატებთან, ანუ იმპორტს არ აკეთებს ამერიკული საქონლის და მაგიტო ამბობს, რომ რაღაც 200%-იანი ტარიფი და 500 და 1000 და რაღაც მსგავსი სულელებს, მაგრამ ამის მიღმა რა არის, ხო, საბოლოო ჯამში. აი ამ რიტორიკის მიღმა იმალება ის, რომ ტრამპის მასკის და სხვა დიდი ტექნოფეოდალების მიზანია ევროკავშირი დაიშალოს პატარა სამთავროებად და ამ პატარა სამთავროების მთავრები გახდნენ პატარა ტრამპები. ტრამპის მინიმოდელები, რომლებიც მოშლიან აბსოლუტურად მთელ აი ამ სოციალური კეთილდღეობის სისტემას ბიუროკრატიას რომელიც ეს ეზიზღება. ყველაზე მეტად მე მგონი ეგ აღიზიანებს ზოგადად ხო. რომელიც ხო შეიძლება დღეს იყოს ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი აი ამ ველური ესე ვთქვათ ჟინის მოგების ჟინისგან და ველური ასე ვთქვათ ამ კაპიტალიზმისგან და იმისგან რაც უკვე შტატებში ხდება ხო აბსოლუტურად მთელი იმ სერვისების განკერძოება და აი ამ დიდი ესე ვთქვათ ოლიგარქების ხელში მსხვილი ოლიგარქების ხელში გადასვლა რომელიც იქამდე ასე თუ ისე რაღაცა სიკეთეებს აძლევდა რიგით მოქალაქეებს ეს თუ მოხდება ევროკავშირში ეს იმას ნიშნავს რომ ამით იხეირებენ დიდი კორპორაციები შტატებში და აი როგორ აფასებს ზოგიერთი მიმოხილველი ამერიკის ამ ბოლო არჩევნებს ხო კორპორატივისტებსა და ოლიგარქებს შორის დაპირისპირება კორპორატივისტები ანუ თქვა დემოკრატები და არა მხოლოდ დემოკრატები ეს deep state ხო ანუ რესპუბლიკელების ძველი ფრთა რომელიც ემხრობა უფრო მეტად სტაბილიზაციას არ ვიცი ოკეანის მიღმა ვაჭრობას სტატუს კოს შენარჩუნებას და ოლიგარქები რომლებსაც სურთ აი ამ მთელი ადმინისტრაციის მონგრევა და გზის გაკვალვა
დიდი კორპორაციებისთვის და ოლიგარქებისთვის, რომ კიდევ უფრო გამდიდრდნენ ისინი და თავდაპირველად ტრამპის მოსვლიდან ძალიან მალევე ფაქტია, რომ გამდიდრდა ეს ხალხი. პირველი ვადის დროსაც და ახლა კი მოიკლო ამ მასკის ხო, მაგრამ ყველაფერი ისე ხედავთ პერიოდულად, რომ თითქოს ჯერ ყველაფერზე წტომას აძლევს მასკს, მერე თითქოს ჯის, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოდის, რომ აი ამ ქაოსში არის სადაც ამ ტექნოკრატებს და ტექნოფეოდალებს ეგრეთ წოდებულებს აქვთ ყველაფერზე წტომა, ფულზე ხო აქვთ და ინფორმაციაზეც თან აბსოლუტურად ყველაფერს. ხო, ერთი მხრივ რაღაც სოციალური ქსელები, რომელსაც ისინი ფლობენ ინფორმაციები რომელიც ჩვენზე აქვს და მეორე მხრივ თვითონ ამ სადაზვერვო ინფორმაციაზე წტომაც კი მისცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა საბოლოოდ. კი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპი იყენებს რაღაც რიგითი ამერიკელის ზიზღს ბიუროკრატიის მიმართ და რა ფანდი არის აქ რეალურად, რომ ის თავის მოქალაქეებს ეუბნება, რომ სახელმწიფო ეს არის ბოროტება. ანუ რეალურად სახელმწიფო სერვისები და ბიუროკრატია ეს არის ბოროტება. მას კი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფოზე ჩამოკიდებული, ანუ სახელმწიფოს დახმარების მიღები მოქალაქე ეს არის პარაზიტი და ამავე დროს თვითონ მას კი არის ყველაზე დიდი, არ ვიცი, ხელშეკრულების გამჩარხველი სახელმწიფოსთან. ანუ ყველაზე დიდი პარაზიტი სინამდვილეში ის არის. და როცა შენ ეუბნები შენს მოქალაქეებს, რომ მე თუ სოცმუშაკების 50%-ს გავყრი, ან მაგალითად განათლების ბიუჯეტ შევამცირებ და ფედერალური ბიუჯეტიდან აღარაფერი აღარ წავა განათლებაში, ჯანდაცვის სერვისებში, თითქოს ამით ილუზიას უქმნი, რომ აი სახელმწიფოს გვერდყავთ და ამ გაბერილ შტატებს თავისუფლებ, მაგრამ სინამდვილეში ეს ვის დააწყვეტა? სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სერვისები არის ჩაუნაცვლებელი და შენ რაზეც აქამდე ასე თუ ისე უფასოდ ქონდა წვდომა, უფასოდ არ ქონდა წვდომა, გადასახადს იხდიდი და სახელმწიფო რაღაცას გაძლევდა, მაგრამ ახლა უკვე ამაში მოგიწევს ფულის გადახდა, იმიტომ რომ ამ ადგილს დაიკავებს რომელიღაცა კერძო კორპორაცია, ვისაც შენ ფული უნდა უხატო. და იგივე უნდა დაახლოებით ევროკავშირშიც. და ეს აიდან გამოჩნდა? ეს გამოჩნდა აი ამ AfD-ს როცა ელაპარაკებოდა მას კი რა იყო მისი მთავარი მოტივი AfD-სთან დაახლოვებაში? იყო ის, რომ მის კორპორაციასთან გააფორმოს შემდეგ უკვე გერმანიის სახელმწიფომ კონტრაქტები და Starlink-თან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ევროკავშირის თავისი ალტერნატიული ხედვა აქვს სოციალური პოლიტიკის პრინციპში და ზოგადადაც ხო. ანუ ევროკავშირის არ სურს მაგალითად, რომ ამხელა გავლენა კონდეს ერთ ადამიანს მთელ ამ ახალ ტექნოლოგიებზე, სატელიტებზე და მათი ალტერნატიული პროექტი იყო ახალი სატელიტების გაკეთება. ეს რა თქმა უნდა არ მოწონს მასკს და უნდა რომ მისი კომპანია იყოს დომინანტი ევროკავშირშიც. მე მგონია რომ ყოველ შემთხვევაში ესაა მთავარი ალბათ მოტივი, რატომაც შეიძლება ასე ეზიზღებოდეს ტრამპს ევროკავშირი. ხო, მეორე მხრივ ევროკავშირს თვითონ იმის ფონზე რომ ისინი ლაპარაკობენ რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს, რამდენად უნდა ველოდოთ და ალბათ ჩემი აზრით უნდა ველოდოს, თვითონ ამ ხარჯების სოციალური ხარჯზე გაზდას, იმიტომ რომ ხო, ერთი მხრივ საფრანგეთშიც იგივე პრობლემა დადგება, სადაც სულ უფრო შეიძლება ამერიკასთან შედარებით ბევრად მემარცხენე სოციალური პოლიტიკა აქვს, მაგრამ სულ უფრო მცირდება ეს ხარჯები და უკმაყოფილება ჩემი აზრით ევროკავშირშიც უნდა ველოდოთ. თან კირ სტამერს მაგალითად უკვე აქვს მსგავსი პრობლემა, როცა შეშემო ადამიანებს რაღაც სერვისები შეუმცირა და იგივე პრობლემა არის საფრანგეთში, გერმანიაში შეიქმნება. რამდენად უნდა ველოდოთ ამას და როგორი იქნება ამის გავლენა, იმიტომ რომ ხო, რაღაც ევროპა თავისი სოციოპოლიტიკა აქვს. თავარი ამბავი ალბათ ის არის, რომ აი თავდაცვის ხარჯებზე როცა მიდიოდა თავდაცვის ხარჯების ზრდაზე ლაპარაკი, გერმანია, სკანდინავიური სახელმწიფოები ყოველთვის იყვნენ იმის უბრალოდ იმის მოწინააღმდეგეები, რომ ევროკავშირის გაეზარდა ვალები. აიღო საგარეო ვალები და საბერძნეთს და იტალიას თან ზუსტად ეგ პრობლემა ჰქონდათ, რომ რაღაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ
კონტინენტის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის საგარეო ვალები. დღეს გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმაში, რომ ეს რეგულაცია, რომელიც ევროკავშირს აქვს საგარეო ვალზე, რაღაცით ცოტა დაბალანსდეს, იმიტომ რომ საგარეო ვალის აღების გარეშე ეს თავდაცვის ხარჯები ვერ მოიმატებს. მაშინ რაღაცის ხარჯზე უნდა მოიმატოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი ამ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს ეს ევროპელი ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ამბის შემდეგ ზელენსკის მიმართ ხარდამჭერი რიტორიკა აქვს და ასე შემდეგ, ევროკავშირი არ არის მოქნილი ორგანიზაცია აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და ევროკავშირში ბევრი ფილტრი არსებობს იმისთვის, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღებოდეს. ამიტომ ამაზე ლაპარაკი მიდის ხადია, მიდის იმაზე ლაპარაკიც რომ ეს გაკეთებს თქვათ, არ ვიცი ამ რუსეთის აქტივებით, გაყინული აქტივების ხარჯზე, მაგრამ ამასაც ვერ აკეთებენ, ხო ფაქტია დღეს. სხვათა შორის უნგრეთმა თავისი ვეტო მოხსნა და სანქციების გახანგრძლივება შეუძლიათ. უბრალოდ იმის გამო მოხსნა, რომ რამდენიმე რუსი ოლიგარქი სიიდან ამოიღეს და ამის ხარჯზე წარმოვიდა მოლაპარაკებებზე. ამიტომ ხო ერთი არის სურვილი და მერცი პრინციპში არჩევნების შემდეგ მალევე თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან დისტანცირება და დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. ამაზე ამ რაღაცა მულტიპოლარული მსოფლიოს შესახებ განცხადებების შემდეგ უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი. ალბათ ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაცია იქნება ნატო, ან თუნდაც არ ვიცი მაგალითად გაერო და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომ ევროკავშირი იწყებს ამაზე ფიქრს. თუნდაც მაგალითად მერცის მოწოდება მაკრონისადმი, რომ ეს ბირთვული კოდა გავრცელდეს გერმანიაზე, ესეც ახალი ამბავია რეალურად და უპრეცედენტო ამბავია. მაგრამ არ ვიცი, მაინც ხო, ბევრად უფრო აჩქარებულია ეხა და ბევრად უფრო სწრაფად იცვლება და ევროპის რაღაც ევროპას უფრო მოქნილობა მართებს თუ უნდა იმ რუსეთის ამერიკასთან დისტანცირება მოახდინოს და თან რუსეთს დაუპირისპირდეს, იმიტომ რომ აი რაღაც ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და რაღაც წლობით არ უნდა გაგრძელდეს მათი გამოფხიზლების პროცესი ალბათ. და მაგრამ ალტერნატივები რა არის? ეს მოდისთან ჩასვლა ფონ დერ ლაიენის ჩინეთის განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე არ უნდა ექცეოდეს თავის უმთავრეს პარტნიორს ევროკავშირს და ალბათ ევროკავშირის მიმართ გაშვებული სიგნალია ესეც და თურქეთის სიგნალები, რომლებიც უფრო მეტად დაახლოებას ცდილობს ევროკავშირთან და ზელენსკის განცხადებაც იყო, რომ თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას ხო, და თურქეთი აქტიურად შემოდის ამ ასპარეზზე და საკუთარ თავს თავაზობს, ესე ვთქვათ, ევროკავშირს. ხო, ასევე წეღან რო ახსენე ციტატას ვიპოვე, სადაც მაკრონი ამბობს, რომ გაურკვეველია სად უნდა ვიშოვოთ ფული თავდაცვის ხარჯების გასაცდელად, გადასახადების გაზრდის ან კეთილდღეობის ხარჯების ღრმა შემცირების გარეშე და ეს ამის წინაშე ხო მეც გონია, რომ აუცილებლად დადგება ევროპა და ხო თან იმის ფონზე რომ ევროპელი მოსახლეობა დიდად შემწყნარებელი არ არის მათი ამ რაღაცა მემარჯვენე პოლიტიკების, რომელსაც თუნდაც მაკრონი, თუნდაც ჯერ სოციალ-დემოკრატები გერმანიაში და ეხლა ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატების მთავრობა განახორციელებს და ერთი მხრივ ხო რაღაცა ეს დაპირისპირება და ის იქნება. თუმცა მე მგონი უნდა იპოვონ ის შუალედი იმის ხარჯზე, რომ უფრო მოქნილები გახდნენ ამ ვალების. ეს ძალიან რთული ამბავი იქნება, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ CDU-ს ჰქონდა 4 მილიონით მეტი ხმა მხოლოდ AfD-ზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური კატაკლიზმა გამოიწვევს იმას, რომ ალბათ სულ უფრო მეტად გაიზრდება ამ ფაშისტური ძალების რეიტინგი ამ ქვეყნებში და
1929 წლის კრიზისის, ანუ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც გახდა ბიძგი იმისა, რომ აი ამ გაურკვევლობაში, არასტაბილურობაში გამოჩენილიყო ისეთი ძალა, რომელიც გარკვეულ რეცეპტს მისცემდა საზოგადოებას და ეტყოდა გადაწყვეტის გზას. ანუ რა არის რეალურად დღევანდელი თანამედროვე აი ამ პოლიტიკური კრიზისის ძირი, ხო? ის რომ ამ ლიბერალური დემოკრატიის შემოქმედებმა და ამ სტატუს-კვოს ხარდამჭერი პარტიებმა ვერანაირი ალტერნატივა ვერ შესთავაზეს თავიანთ მოსახლეობას. და ეს ყოველთვის იყო შუალედური გადაწყვეტილებები, ნახევრისნახევრული გადაწყვეტილებები, როცა მეორე მხრივ ეს ექსტრემისტული ძალები საქვთ განზადებული პასუხები ყველა პრობლემაზე. გავაგდოთ გავყაროთ არაბები მაგალითად, არ ვიცი, მიგრაციის პოლიტიკა გავამკაცროთ. სოციალურ პრინციპში ეგენი სოციალურ ხარჯებსაც შეამცირებენ ახლა, მაგრამ მათი მთავარი ის არის, რომ ეს რაღაც ანუ იმათ განტევებისაც მოძებნილიყოთ. მაგრამ თან ამ ბრძოლაში ასე ვთქვათ, მემარცხენე ძალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ რაღაც პასუხები, იმიტომ მე ძალიან ეჭვმეპარება მაგამ ბოქში. ანუ ხო, უბრალოდ რაღაც პასუხები უნდა იპოვონ, იმიტომ რომ ეხლა გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, აი საფრანგეთის მაგალითად. ანუ ლინკეს ეხა რეიტინგი არჩევნებზე მოულოდნელი ამბავი იყო. და იგივე საფრანგეთშიც ეხლა რავი კომუნისტების და ასე შემდეგ. ანუ მელანშონი პოპულარულია, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ და ახლა ევროკავშირის მასშტაბში ხო, მემარჯვენე ძალების გააქტიურება მემარჯვენე ძალები დომინირებენ. ხო, აი მაგალითად არ ვიცი, ხარისის და ჟიჟეკი ამბობდა, თუ არ ვცდები ეგ არჩევნება უნდა იყო ინტერვიუ, რომ მე რომ ანუ ამერიკის მოქალაქე ვიყო და მივდიოდე საარჩევნო ურნასთანო, მივიდოდიო ურნასთანო პირჯვარს გადავუწერდიო, ღმერთს ბოდიშს გადაუხდიდიო, რომ უფრო მცირე ბოროტებას ვირჩეო და მე ხარის მივცემდი ხმას. და ჩვენც ეგეთი არჩევანი არ ქონდა. ჩვენც ეგეთი არჩევანი ქონდა. მაგრამ აქ ერთი მომენტი ისაა, რომ იგივე ჟიჟეკის ას თუ გავყვებით, ანუ ტრამპი არის რეალურად გამოვლინება იმ უძალობის და არ ვიცი, საერთოდ არანაირი პოლიტიკის ქონის და უპერსპექტივობის, რასაც ასხივებდნენ დემოკრატები. ხო, უბრალოდ ტრამპის კიდევ ერთ პრეზიდენტობას თუ გაუძლებს ზოგადად დედამიწა, თუნდაც კლიმატის კრიზისი, უდიდესი კრიზისის ფონზე, თუნდაც ომების ომზე, თუნდაც რავი, ანუ ყველა ისეთი გადაწყვეტილება, რაც ერთი მხრივ ავნებს სხვადასხვა საზოგადოებას, მათ შორის ამერიკელებს, სტუდენტებს, შრომელებს, ბუნებას, უკრაინელებს, ანუ ყველას ნებს და თუ გაუძლებს კი ბატონო, ეს კრიზისი მნიშვნელოვანია იმის ასანახად, რომ რეალურად რა ცუდი სისტემაში ვცხოვრობ და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ანუ ამ კრიზისს კიდევ თუ გაუძლებთ, არ ვიცი, ხო, ძალიან რთული იქნება. ხო, ანუ რაღაც სამხრივ ბუნებრივია, იმიტომ რომ კანონზომიერია და ტრამპი არ არის რაღაცა, არ ვიცი, კონტექსტიდან ამოვარდნილი მოვლენა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის მუშათა კლასმა, არ ვიცი, და იმ ჯგუფებმა, რომლებიც იქამდე, თქვა, დემოკრატებს აძლევდნენ ხმას, ტრამპს მისცეს ხმა, შეიძლება ეს ვიღაცისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ აი თუნდაც მაგალითად ეს ტარიფების ამბავი რო ავიღოთ, ხო? ტარიფები, რასაც დღეს აქ და ახლა ტრამპი აწესებს, ეს ეკონომიკურად ყველა მიცის, რომ არის სისულელე. მაგრამ ეს არის გადაწყვეტის გზა. ანუ შეიძლება ეს არის ტყუილი და თვალებში ნაცრი შეყრა, მაგრამ ეს არის კონკრეტული გადაწყვეტის გზა, რომელსაც აკეთებს, რომელსაც ცუდი შედეგები მოაქვს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტის გზა დემოკრატებს არ ქონდათ. და შენ როცა ვერანახებ ვერანაირი გადაწყვეტის გზა შენ ამორჩევოს, მერე გამოჩნდება ვიღაცა ზეკაცი, რომელიც იტყვის, რომ არ ვიცი, ზეციდან მონაბერი ის არის. თუმცა ჩვენ
ანუ მისი დაპირებებიც გვახსოვს, როცა ის ამბობს, რომ ქარხნებს დავაბრუნებ ამერიკის ტერიტორიაზე და დისტროიტს, ხო, ანუ და ეს ხო არ გამოიწვევს იმას, რომ მუშათა კლასი, რომელსაც რეალურად ტრამპს მისცა ხმა, ძირითადმა რაღაც ნაწილ მიგრანტებისა, ანუ მათში უკმაყოფილებას გამოიწვევს და არ ვიცი, ხო, როგორ მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ხო, თუნდაც სტუდენტები, რომელსაც ვალები კიდევ უფრო დააწვევათ და ვერ გადაიხდიან და მოუწევთ რაღაც წყლობი მუშაობა, რო გადაიხადოს. აი, არ ვიცი, მე უბრალოდ რთულად წარმოსადგენი არის. ანუ არ ვიცი ამას რამდენად შეიძლება მოყოს თქვა სოციალური აფეთქება და რაღაცა ჯანყი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, თუმცა ჩვენ გვახსოვს ეს 2008 წლის კრიზისის შემდეგ დაიკავე Wall Street და ამერიკას აქ ეგ გამოცდილება, ჩემი აზრით. არა, ამერიკას ეგ გამოცდილება აქ მეორე მსოფლიო ომამდე და მე-19 საუკუნის ბოლოსაც პირველი ინტერნაციონალი აქ რო დაიშალა და სულ ხაფავდა ეს მუშათა მოძრაობები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერი მუშათა და პროკავშირული მოძრაობა ყავდა. მაგრამ აი ესე ამ პროკავშირებს და მუშათა მოძრაობას რო გადავაბათ, ახლა ეს საკითხი რატო უტევს მაგალითად ტრამპი ასე თავგამეტებით უნივერსიტეტებს? ხო, და მაგალითად მინდოდა მეთქვა, ხო. ხო, ანუ უტევს ალბათ იმიტომ რომ განსხვავებით აი ამ მუშათა მოძრაობებიდან მე უკვე მე-20 საუკუნის შუა პერიოდს გულისხმობ, უფრო მეტად ესე ამერიკის საგარეო პოლიტიკას, ამ იმპერიალისტურ პოლიტიკას და აგრესიას აპროტესტებდნენ სტუდენტები, ანუ სტუდენტები იყვნენ ისინი, ვინც აი ამ უმცირესობის ჩაგვრას თქვათ, არ ვიცი, შავკანიანთა უფლებებზე უფრო მეტად ისინი ლაპარაკობდნენ და ეს თეთრი ესე ვთქვათ მუშათა კლასი შტატების ხო, ვიცით როგორ არიან, ხო, ვიცით. და თქვათ ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციებს ისინი არ უჭერდნენ მხარს. ანუ ტრამპისთვის და ისტორიული პრობლემა არის, ესე ვთქვათ, უნივერსიტეტების მორჯულება და მან კარგად იცის, რომ უნივერსიტეტები არის ცეცხლსაშიში ამ ხრივ. და ჩვენ სანამ საერთოდ ეს დაიწყებოდა, გვახსოვს ტრამპის განცხადებები, რომ დეპორტაციით ან საუნივერსიტეტო ვიზის შეწყვეტით დაემუქრა. ხო, პირდაპირ ის არ თქვა, რომ ანუ ვინც არ დაგვემორჩილებოდა პალესტინის, თუნდაც აი პალესტინის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობდა ან მონაწილეობას მიიღებს. მაშინ უმცირებ დაფინანსებას, ვინც ამერიკის მოქალაქე არა, იმას გავყრით, ვინც მოქალაქეა, იმას ან დავიჭერთ, ან არ ვიცი. და აი ხა წეგან მახსენეთ გაერო და გაეროში გაეროს ელჩად ამერიკის ელჩად შერჩეული ელი სტეფანიკი არის ანუ ამის იდეების შეპყრობილი, რომ პალესტინის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილე ყველა სტუდენტი არ უნდა გაუყაროთ, ან გაუკეთოთ, ან დავაკავოთ. და ერთ-ერთი სტუდენტი ჰალილი როცა არის დაჭერილი მოკლედ ამის მხურვალე მხარდამჭერია და ჩვენ გვახსოვს ბევრი ამერიკის ბევრი უნივერსიტეტი, მათ შორის იყო კოლუმბია, იელი და ასე შემდეგ, სადაც სტუდენტები ანუ კარვების ქალაქი ჰქონდათ გაკეთებული და კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბერკლი ცნობილი ანუ ტრადიციული ადგილებია მაგისთვის. მისაღებად დეპორტაციაზე უნდა ვახსენოთ ისიც თუ რეალურად რა შედეგი მოყვა ტრამპის მუქარებს მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზე პანამის ერთ-ერთ სასტუმროში. ალბათ რა ვიცი, ერთი თვის წინ დაახლოებით მაგ დროიდან დაიწყო. გადაიყვანეს ის ადამიანები, რომელსაც პირდაპირ ვერ აძევებდნენ თავიანთ მშობლიურ და ზოგისთვის ბრჭყალებში მშობლიურ ქვეყნებში და იყავდათ არ ადამიანურ პირობებში ყოველგვარი. მგონი ეხლაც ყავთ. მათ შორის ესეთი ქვეყნები, სადაც რო გააგზავნონ უკან საჭელები. ხო, ანუ პირდაპირ სიკვდილით დასჯელით, მათ შორის ირანი, ქალებს განსაკუთრებულად სასტიკად რო ექცევიან.
ну მოდი ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ამ ტარიფების ამბავზეც რა. მნიშვნელოვანი რაღაც არის. ტარიფები უკვე ვახსენეთ, მაგრამ აი შენ თქვი რომ ის დებდა და პირობას რომ ამ ინდუსტრიებს დააბრუნებდა შტატებში. მაგ პირობას დევს ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო 10 პრეზიდენტი სულ მცირე და ყველას წინასაარჩევნო დაპირებაა რომ ინდუსტრია გადმოვა ისევ ესე ვთქვათ შტატებში, რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ ჯერ არც ერთ კომპანიას ეგ არ აწყობს და ძირითადად ყველას აწყობს რომ აუთსორსერი იმუშაონ და აწარმოონ, იქიდან გამომდინარე რომ დაბალი სტანდარტია იქ წარმოების და ხელფასების დაბალია და არავის არ აწყობს რომ წარმოება გაუძვირდეს და მაგას ვერც ტრამპი მოახერხებს და ვერც ვერავინ, ეგეთი არის დღეს გლობალური ეკონომიკა და რაც შეეხება ამ ტარიფებს, ამ ტარიფებით ტრამპი საბოლოო ჯამში მიაღწევს იმას რომ ამერიკის ესე ვთქვათ, ამერიკულ კომპანიებს გაუძვირდებათ წარმოება მარტივად ხო არ ვიცი ჩინურ ელექტრომანქანებს თუ დაადებ რაღაცა ტარიფს და გახდება 50,000 ან 60,000 დოლარი და ევროკავშირის სახელმწიფოა რომ ნებისმიერი რომელიღაც სხვა იყიდის ამას 40,000 დოლარად მისთვის თუ ელექტრომანქანებს იყენებს წარმოებაში წარმოება იქნება უფრო იაფი და კონკურენციაში დაამარცხებს ხო ამერიკულ კომპანიებს და მეორე ამბავი ისაა რომ რიგით მომხმარებელს უძვირდება ყველაფერი, არ ვიცი კანადასთან თუ აღადგენს აპრილში ამ ტარიფებს, 4 მარტს გამოაცხადა, მერე ისევ შეაჩერა, იმიტომ რომ კანადას დაემუქრა საპასუხო ტარიფებით. ანუ ეს ტარიფების პოლიტიკაც რეალურად ან ჩაფლავდა, ან ჩაფლავდება ცოტა ხანში, იმიტომ რომ ტრამპს მოუწევს უკან დახევა. ხო ძირითადად რაც თქვა ყველაფერი ჩაფლავდა ან უარყო თვითონ მაგალითად ზელენსკის უწოდა ჯერ დიქტატორი ნახოთ ახლა გრენლანდიის ამბავი თუ გამოვიდა გრენლანდიაში და ნონსა რომ გრენლანდია აუცილებლად სჭირდება ამერიკას თავისი უსაფრთხოებისთვის და ასე შემდეგ და არ ვიცი ხო რაღაც მე მგონი ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ასრულებს. მათ შორის ვერ ასრულებს პალესტინასა და ისრაელს შორის შეწყვეტის შეთანხმებას, იმიტომ რომ ისევე როგორც უკრაინის და რუსეთის შემთხვევაში აქაც დაანონსა რომ მე დავასრულებ ამ ომს, თუმცა ჯერ კიდევ პირველი ფაზაში სულ სამ ფაზად უნდა დასულიყო ეს თესლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ჯერჯერობით პირველ ფაზაში არიან და ისრაელი მუდმივად არღვევს ამ შეთანხმებას. მართალია ეს პირველი ფაზა გახანგრძლივდა და მძევლების გაცვლის ოპერაცია ჩატარდება, თუმცა ისრაელი მუდმივად არღვევს ამ შეთანხმებას და ის ბომბავს მუდმივად ღაზის ტერიტორიას და მეორე მხრივ მე-13 დღეა უკვე ჰუმანიტარული მანქანებს აღარ ატარებს და ჰუმანიტარული კრიზისიც შეიძლება წარმოიშვას. მოკლედ ვერც ერთი კონფლიქტის და ვერც ერთი დაპირების შესრულება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. მით უფრო აი თუ ისევ ამ უკრაინის და რუსეთის თემას დაუბრუნდებით ორი სიტყვით, შენ თავში ახსენე რომ რუსეთი აცხადებს რომ ან რუსული მხარე აცხადებს რომ აი ესე იგი გრძელვადიანი მშვიდობა დამოკიდებულია იმ მიზეზების აღმოფხვრაზე, ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე, რომელიც ამ კონფლიქტს უდევს საფუძვლად. აი ამაზეც ვიტყვი რა, ეს საფუძველი არის რეალურად და ვიცით უკვე 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, რასაც რუსული ოფიციოზი ამბობს უკრაინაზე, რომ უკრაინა ეს არ არის სახელმწიფო ზოგადად. 2022 წელი შეგვიძლია გავიხსენოთ უკრაინაში ომის დაწყება, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, როცა პუტინი ამბობდა, რომ უკრაინის პრობლემას ქვია ერთი სახელი, ვლადიმერ ილიჩ ლენინი, რომელმაც ხელოვნურად შექმნა ეს საკითხი, ეს იყო თვითგამორკვევის პოლიტიკა იდიოტური, ხო, როგორც ის ამბობდა ბოლშევიკების და იქამდეც სურკოვი, მედვედევი 2017 წელს თუ არ ვცდები ტრამპსაც აქვს ნათქვამი, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო არ არსებობსო. ამიტომ ეს რაღაცა რუსულ ესე ვთქვათ რიტორიკაში გამყარებული ამბავია, რომ უკრაინა ეს არის რუსეთი და უკრაინელები ესენი სინამდვილეში რუსები არიან. ხო, ანუ და არანაირი განსხვავება არ არის ამ ორ სახელმწიფოს შორის. ამიტომ ერთადერთი ესე ვთქვათ იმედი იმის რომ სამშვიდობო ხელშეკრულება შედგეს, ეს არის
თუ რუსეთს ამას აიძულებ ძალით. ხო, მეც არ მგონია რომ სხვა შანსი არსებობს, იმიტომ რომ ხო ანუ გვახსოვს ეს მინსკი და მინსკი 2 შეთანხმება, რომელიც ისე დაირღვა, რომ რაღაც რა უნდა შეაჩერა სხვა რუსეთი, რომ არ დაარღვიოს შეთანხმება. რა იქნება რუსეთისთვის გამარჯვება? ხო ეგეც ვთქვა. გამარჯვება იქნება ხელისუფლების სრულება და მარიონეტული ხელისუფლების დასმა უკრაინაში, უკრაინის დემილიტარიზაცია, მისი სამხედრო პოტენციის აბსოლუტური განულება და საერთოდაც არა ის 20% ტერიტორიების. ხო, ეგ ტერიტორიები უბრალოდ ტერიტორია მართლა და არ ვიცი, ეკონომიკური თვალსაზრისითაც რა შეიძლება აძლევდეს. თავარი არის ის, რომ უკრაინამ როგორც ასეთმა აღარ იარსებოს სახელმწიფომ, რომელშიც არ ვიცი, რომელსაც ექნება რაღაცა მისწრაფებები, რომელშიც თუნდაც აი თავდაპირველად როცა ეს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მემარცხენეების ძალიან ბევრი ნაწილი ამით აჟიტირებული იყო, რომ ამ დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა, ესე ვთქვათ, რუსეთმა და იქ რაღაც ნაცისტებს. მათ შორის ხო რაღაც საქართველოს ნამაზეც ხო ეგ ისა აქვთ მემარცხენეებს, ჩვენ მემარცხენეებს, რომ აი სუვერენიტეტისთვის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, რომ რადგანაც თუნდაც ეგ როგორ უნდა მოგწონდეს, როცა მაგითი უკრაინელ მშრომელებს და ხალხს ყველანაირ პერსპექტივას უსპობ, რომ თუნდაც კლასობრივი ბრძოლის საშუალებით მიაღწიოს რაღაცას და ანუ ყინავ აბსოლუტურად თელ საზოგადოებრივ პროცესს. ხო, აი მაგაზე კომენტარი ისედაც აბსურდულია, მაგრამ აი მოყვა თემას. სირიაზე ხო არ გადავიდეთ. კი, და შეგვიძლია რომ ჩავრთოთ სანდრო, იმიტომ რომ ჩემი აზრით სანდროს ისეთ წყაროებზე აქვს წტომა, რაც ინგლისურად არ მოიპოვება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი ჩართულობა. სანდრო, გამარჯობა. ვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. დღეს პირველ გადაცემას ვწერთ და მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენს მაყურებელს აუხსნათ კარგად რა ხდება სირიაში, რა ხდება ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ უკვე ვახსენეთ კიდეც იქამდე მე დანათიამ რომ არც ისე ბევრი წყარო არსებობს, რომელიც სირიის შესახებ ზუსტად გადმოგცემს, ანუ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის. მით უფრო აი ამ ბოლო დროს ქართულ სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი, ესე ვთქვათ, რაღაც აზრი, რომ სირიაში დაიწყეს ქრისტიანების ხოცვა, მოკლედ ეს ქართული ოცნების პროპაგანდა ამას იყენებს შიდა მოხმარებისთვის, გვეუბნება იმას, რომ აი დასავლეთმა და ზოგადად დასავლურმა ჩარევამ სირია მიიყვანა აი ამ სისხლის ხვრამდე, რაც დღეს აქ და ახლა ხდება და იქამდე რომ დღესაც საბოლოო ჯამში აი მიადგნენ რაღაცა ქრისტიანებს და მოკლედ აპოკალიფსი ხდება და ეს არის თავიდან ბოლომდე ამ დასავლური ჩარევით წახალისებული. მოდი აი ჯერ იქიდან დავიწყოთ მართლა აქ და ახლა რა ხდება დღეს და რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და მე ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ იმაზეც, აი ამასაც გავცეთ პასუხი, რა საფუძვლები და ძირები ქონდა მთელ ამ ამბავს სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისათვის და რაც შეეხება ახლა სირიაში მიმდინარე მოვლენებს, დავიწყოთ იქიდან, რომ სირიაში ამჟამად მიმდინარეობს ახალი ხელისუფლების კონსოლიდაცია, რომელიც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ერთი მხრივ ახალი ხელისუფლების ბექგრაუნდი მას საკმაოდ ბევრ რაღაცას ხელს უბოჭავს, მაგრამ მეორე მხრივ სირიის ახალი პრეზიდენტის აჰმად ალ-შარას, იგივე აბუ მუჰამად ალ-ჯულანის ბექგრაუნდი, მისი ნათესაური კავშირები და მისი ზოგადი პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ რეალურად მიუხედავად ისლამისტური ბექგრაუნდისა და საკმაოდ რადიკალურისა, აჰმად ალ-შარა იდეაში ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად თავისი მმართველობისათვის განიხილავს იმ რეალობის რესტავრირებას, რომელიც სირიაში არსებობდა 1963 წლამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა პარტია ბაასი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს იქნება უფრო მეტად ავტოკრატიული ვერსია იმისი, ნაცვლად მეტნაკლებად ოლიგარქიული საპარლამენტო დემოკრატიისა, რომელიც იმ პერიოდის სირიაში არსებობდა და რომელშიც დომინირებდა ალეპოსა და დამასკოს პირველ რიგში სავაჭრო ოლიგარქია და ნაწილობრივ პროვინციელი მიწათმფლობელები. თავად აჰმად ალ-შარაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდანაა.
ის არის ამავე დროს სირიის აშადის დროინდელი უცვლელი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ფარუქ ალ-შარას ბიძაშვილად ერგება ასე რომ ვთქვათ. და ამავე დროს მისი ერთ-ერთი ძმა ერაყში პეპსიკოლას ადგილობრივი წარმომადგენლობის უფროსია. მისი მეორე ძმა ცნობილი ექიმი იყო, რომელმაც ვორონეჟში დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი. მამამისი ნასერისტი პროფესორი იყო და მაგის გამო იყო საუდის არაბეთში გაქცეული, სადაც აჰმადიც დაიბადა. და თავად აჰმად ალ-შარა მოდის სწორედ ამ სეკულარული ბექგრაუნდიდან და ზოგადად სეკულარული სამყარო მისთვის უცხო არ არის და მან ამავე დროს იცის იმ ენაზე საუბარი, რომელიც საჭიროა პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნებისაგან ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად. ანუ ამ მხრივ მთლად ტიპურ ისლამისტთან არ გვაქვს საქმე, რომელიც ან უცხო ქვეყანაში ისლამოფობიური განწყობების ან მსგავსი რაღაცების გამო რადიკალისტა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ორივე სამყარო, როგორც ეს ისლამისტური ჯიჰადისტური, ისე სეკულარული არაბული და ამავე დროს ევროპული ჟარგონი და ეს დეკოლონიზაციური ჟარგონიც ძალიან კარგად იცის და ინტერნეტში გავრცელებული ხუმრობების მიხედვით მისი ინსტიტუციებზე ჩაციკულა იმაზე მეტყველებს, რომ აჯემ მოღლუს ძალიან უყვარს. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ეს ცდილობს ერთი მხრივ მსგავსი რეჟიმის უფრო მეტად ისლამური ელფერით შექმნას, ანუ დამასკოს და ალეპოს ტრადიციული ძირითადად სუნიტური ოლიგარქიის მიერ დომინირებადი ბაასამდელი რეჟიმის, მაგრამ მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტობრივი რეალობა, ანუ ერთი მხრივ ალავიტების უკმაყოფილება, მეორე მხრივ დრუზების და ქურთების დე-ფაქტო ავტონომიზაცია და ამავე დროს ის, რომ თავად ახლანდელ მმართველ ელიტაშიც და ახლანდელ ისლამისტურ ჯგუფებში ძალიან სერიოზული დაყოფაა, მას აიძულებს, რომ დაახლოებით იგივე ტიპის მანევრები გაატაროს, როგორც მან თავის დროზე იდლიბის ანკლავში გაატარა, რომელსაც მისი ორგანიზაცია ფაქტობრივად მართავდა. ახლა რა იყო იდლიბის ანკლავი? იდლიბის ანკლავი იყო თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინცია, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება აგზავნიდა ქვეყნის ყველა ტერიტორიიდან იმ ჯიჰადისტებს, რომლებმაც ხელისუფლებას შემორიგებაზე უარი უთხრეს და სავარაუდოდ განიხილებოდა ვარიანტი, რომ შემდეგ ყველა ამ ჯიჰადისტს თავს მოუყრიდნენ იდლიბში და შემდეგ უკვე საბოლოო ოპერაციით მოხდებოდა მათი უკვე თურქეთის ტერიტორიაზე გადარეკვა და ამგვარად ერდოღანის სამაგალითოდ დასჭა სირიის საქმეებში ჩარევისათვის. თუმცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც სავარაუდოდ პრეზიდენტი ასადი თვლიდა. რუსეთის და ირანის მხარდაჭერის საზღვრები იმაზე უფრო მცირე იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. თურქებმა იმაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს იდლიბში, ვიდრე ვინმე მათგან ელოდა. ხო, თავის მხრივ აჰმად ალ-შარამ, რომელიც მაშინ ჯერ ისევ აბუ მუჰამად ალ-ჯოლანი იყო და მისმა ორგანიზაციამ, წარმატებით შეძლეს იდლიბში მოქმედი სხვადასხვა ისლამისტური ფრაქციების ან კოოპტაცია, ან ფაქტობრივად ნეიტრალიზაცია და იდლიბში შექმნეს ერთი მხრივ ისლამური საამირო, სადაც მათი ამ ადმინისტრაციული გამოცდილების აკუმულირება მოხდა და ამავე დროს უნდა აღინიშნოს და მას ვერ დაუკარგავთ, რომ წმინდა ტექნოკრატიული კუთხით საკმაოდ კარგად მართავდნენ იდლიბის პროვინციას და ბოლომდე გამოიყენეს თურქეთთან კავშირები. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იყო ისლამისტური დემოკრატიულობისაგან ძალიან შორს მყოფი მმართველობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სირიისათვის საკმაოდ კარგი მაგალითი იყო და სწორედ იდლიბის პროვინცია იყო ის პლატფორმა, სადაც მოგვიანებით განვითარდა მთელი ეს მოვლენე. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც აჰმად ალ-შარას და მისაც ყოფილ ფრაქციას, რომელიც სავარაუდოდ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს მისცა საშუალება დამასკომდე ჩაეღწიათ და ფაქტობრივად ქვეყნის ხელისუფლება გადაებარებინათ, იყო ის, რომ მათ მიუხედავად თავიანთი ისლამისტური შეხედულებებისა და საკმაოდ სისხლიანი და არცთუ სახარბიელო წარსულისა, ისლამური სახელმწიფოს გამოცდილებისაგან ჭკუა ისწავლეს. ისინი მიხვდნენ, რომ ისლამური სახელმწიფოს მოქმედება რეალურად იყო კონტრპროდუქტიული მიუხედავად იმისა, რომ ის თავის რადიკალ მიმდევრებზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა. და სწორედ ეს იყო ამ ორგანიზაციის მარცხის მიზეზი. ამის ნაცვლად, რა თქმა უნდა, იგივე ყურის არაბული ქვეყნების და თურქეთის სპეცსამსახურების დახმარებითაც, ალ-შარამ და მისმა მიმდევრებმა აქტიურად დაიწყეს მოლაპარაკებები ასადის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ელიტებიდან და ლოკალურ ლიდერებთან და იმის გათვალისწინებით, რომ ბაშარ ალ-ასადმა მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთისა და ირანის სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა და მეტნაკლებად ჰქონდა საშუალება, რომ გარკვეულწილად
ცხოვრებისაც გამოსადეგი პირობების შეექმნა, რამდენადაც სანქციები ამის შესაძლებლობას მისცემდა, ეს ვერ შეძლო და ასადის სირია იქცა ნარკოსახელმწიფოდ, რომელიც ვერავის ვერაფერს ვერ ჰპირდებოდა. და იმ ფაქტმა, რომ მოიხსნა ის საფრთხე, რამაც მთელი ზომიერი სუნიტი მუსლიმები, ალავიტები, ქრისტიანები და სხვები გაერთიანა ასადის გარშემო, მათმა უმრავლესობამ აღმოაჩინა, რომ თუ კი შეიქმნოდა ესეთი ალტერნატივა, რომელიც მათ ფიზიკური განადგურებით არ დაემუქრებოდა, ასადისათვის ბრძოლა ნამდვილად არ უღირსდათ და სწორედ ამის შედეგი იყო ასადის ხელისუფლების ასეთი სწრაფი დაცემა. ნუ აქ რა თქმა უნდა იყო საგარეო ჩარევის ფაქტორების და მსგავსი დეტალების, მაგრამ თუ კი ადგილობრივი დინამიკა ამისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, ეს უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა. ახლა რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც სირიიდან ვრცელდება. აქ ძალიან საინტერესო რამ განვითარდა. ზოგადად საიდან მოდის ეს პროპაგანდის ესისა, რომ სირიაში ქრისტიანებს კლავენ და მე იმიტომ ამბობ ამას, რომ ქართულ TikTok-შიც და ბევრ სოციალურ ქსელშიც ეს მასობრივად რაღაც ტრიალებდა. ვისა და ვის შორის მიმდინარეობს ახლა დაპირისპირება და რატომ საერთოდ? ხო, ეს არის პირველ რიგში სექტარიანული დაპირისპირება, ნამდვილად არის ეს არის სექტარიანული ანგარიში წოდება, რომელსაც ამავე დროს თან ახლავს ზოგადად ძველი რეჟიმისადმი ანგარიში წორების ძალიან სერიოზული ელემენტები, მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანების დევნას, ეს სიტუაციას სწორად არ ასახავს. სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, დავიწყოთ იქიდან, რომ ოფიციალური მიზეზი, რომელიცაც სირიის ახლანდელმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებები გაამართლა, რეგიონში მყოფი ასადის მომხრეების ამბოხება იყო, მაგრამ რეალურად სიტუაციის დაძაბვა ჯერ კიდევ ასადის დამხობიდან სულ ცოტა ხანში რეგიონში ახალი ხელისუფლების ჯარების შესვლასთან ერთად შეინიშნებოდა. ვინაიდან ეს რეგიონები სექტარიანული აფილაციის და იმის გამო, რომ ასადების ოჯახის სწორედ აქედან იყო, მართლაც იყო ასადის ხელისუფლების ერთგული. ეს რეგიონი და პირველ რიგში ალავიტები მართლაც ძალიან გახდნენ ასადის რეჟიმთან ასოცირებულები და თავდაპირველად ასადის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზით პოლიციური ოპერაციები ახალი ხელისუფლების მხრიდან ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციებს ნამდვილად არ ჰქონდა ცივილიზებული ფორმები, როგორც წესი, იმის გამო, რომ ძირითად შემთხვევაში სამიზნები მართლაც ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნები იყვნენ, სიტუაციის მეტნაკლები კონტროლი ხდებოდა. მაგრამ სიტუაცია თანდათან დაიძაბა სირიაში არსებული სექტარიანიზმის და იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ცდილობს ამ ფორმირებების რეგულარულ არმიად გარდაქმნას, ჯიჰადისტური იდეოლოგია კვლავ ძლიერია, მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო და დაიწყო ალავიტებზე ჩვეულებრივი თავდასხმები დაახლოებით იმ სტილში, როგორც ჩვენთან 90-იან წლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან აფილირებულმა ფორმირებებმა სამეგრელოში გააკეთეს. ამას მოჰყვა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, რის შემდეგაც სირიის ხელისუფლებამ იქ დამატებითი ფორმირებები გააგზავნა, რომლებიც პირველ რიგში პროთურქული სირიის ეროვნულ არმიასთან დაკავშირებული ჰამზას დივიზიის და მსგავსი ფორმირებებისაგან შედგებოდა და დაიწყო ალავიტების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი ანგარიშის წორება, სადაც ეს სექტარიანული ფაქტორი ძალიან დიდ როლს ასრულებს. ახლა რაც შეეხება ქრისტიანებს. ამ რეგიონში მართლაც არის მნიშვნელოვანი ქრისტიანული მოსახლეობა, მაგრამ რაც ჩანს, ქრისტიანების მკვლელობის 5 თუ 6 შემთხვევა დაფიქსირებული და ყველა ეს შემთხვევა დიდი ალბათობით კრიმინალურ ნიადაგზე მოხდა, ანუ ძარცვის და მსგავსი რაღაც მიზნით, იმიტომ რომ ეს რომ ყოფილიყო სექტარიანული ანგარიშის წორება ქრისტიანების მიმართაც, რეგიონში არსებული ქრისტიანული მოსახლეობის ოდენობის გათვალისწინებით ბევრად უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველ რიგში ალავიტების წინააღმდეგ მიმართული სექტარიანული ანგარიშის წორება, მაგრამ იმის თქმა, რომ ჯერჯერობით ქრისტიანები ამ ყველაფრის მიზნები არიან და ქრისტიანებსაც ეს ბოლომდე ეხება, რთული სათქმელია. კი, ის ფორმირებები, რომლებიც აქ იმყოფებიან, საკმაოდ პრობლემური ბექგრაუნდის მქონეები არიან და მომავალში არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ამჟამინდელი რეალობა ასეთია. სანდრო, აი 1-2 სიტყვით რომ გითხრა ოჯალანის მოწოდებაზე, ქურთების მიმართ რომ იარაღი დაყარონ, ანუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება, რაც ალბათ მოულოდნელი იყო და საერთოდ რა შეცვლის ეს სირიაში?
დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი ტიპის რადიკალური განცხადება, რომელიც მთლიანად თურქეთის სახელმწიფოს ნარატივს იმეორებდა, ოჯალანისგანაც კი მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1999 წლის სასამართლო პროცესზე ოჯალანის პერფორმანსი იყო საშინელება და ძალიან ბევრი ჯერ კიდევ მაშინ მოსწყდა ქურთისტანის მუშათა პარტიას და შემდეგაც ძალიან ხშირად საკამათო ნაბიჯებს გავდა ციხიდან აბდულა ოჯალანი და შემდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ციხიდან გამოგზავნილი წერილები, როგორც წესი, იმ ტიპის იყო, რომ ანუ როგორ ვთქვა, ანუ მის განმარტებას, ყურანის განმარტებასაც კი ადარებდნენ, ანუ ისეთიანიც წერდა, რომ კაცშვილი ვერაფერს ვერ გაიგებდა ბოლომდე და ყველანაირად შეიძლებოდა ყმისთვის ყურის მობმა. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადება მართლაც მოულოდნელი იყო. მაგრამ აი, რაც შეეხება უშუალოდ იმას თუ რა გავლენას მოახდენს ეს ქურთებზე და მართლა დაყრიან თუ არა იარაღს, აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. ვინაიდან ოჯალანის პერიოდში ქურთისტანის მუშათა პარტია იყო პეტრად სტალინისტური ტიპის მართული ორგანიზაცია, სადაც აპოსტიროვნების კულტი იყო წინა პლანზე და ნებისმიერი სახის იდეოლოგიური გადახრა ძალიან სასტიკად ისჯებოდა. იგივე მაგალითად რევიზიონისტებად სახელით ცნობილი ფიგურები, მაგალითად იგივე მეჰმედ შენერი და სხვაები ოჯალანის ბრძანებით და სირიის დაზვერვის ხელით იქნებდნენ განადგურებულები. ამ პირობებში ალტერნატიული იდეოლოგი ქურთისტანის მუშათა პარტიაში არ არსებობდა და ოჯალანის დაპატიმრების შემდეგაც მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული მცდელობები, საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ შეიქმნა ეს ერთგვარი დე-ფაქტო კოლექტიური ლიდერობა, ხოლო ოჯალანი ფაქტობრივად სულიერ ლიდერად დარჩა. და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯალანი მნიშვნელოვან სულიერ ლიდერად დარჩა და იდეოლოგიურად მისი გადალახვა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა, რეალურად ორგანიზაციის ახლანდელი მმართველები და ზოგადად აპოისტურ მოძრაობასთან აფილირებული სხვა ფორმირებების ლიდერები ძალიან პრაგმატულები არიან და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაზე ისინი აპოს და მის ნაზრებს სრულ ერთგულებას უცხადებენ, საქმე ყოველთვის მასე არ არის. ასე მაგალითად მას შემდეგაც, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა, რომ ისინი ოჯალანის ამ მოწოდებას ემორჩილებიან და მზად არიან იარაღი დაყარონ, წამოაყენეს ისეთი პირობები, რომლებიც ძალიან რთულია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს. ასე მაგალითად ის, რომ იმ კონგრესს, რომელზეც პარტიისთვის ლიკვიდაცია გამოცხადდება, ოჯალანმა პირადად უნდა უხელმძღვანელოს, ხოლო თურქეთის სახელმწიფო ვალდებულია, რომ ამ კონგრესის ჩასატარებელი უსაფრთხო ტერიტორია უზრუნველყოს. და ორივე მათგანი თუ გავითვალისწინებთ თურქეთში რადიკალური მემარცხენე შეიარაღებული ბრძოლის ისტორიას, რეალიზმის სფეროს არ მიეკუთვნება და ისეთ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მსგავსი პარტიული კონგრესის გამართვა სცადა მსგავსი ტიპის ერთ-ერთ ფორმირებამ, ეს დასრულდა იმით, რომ თურქულმა ავიაციამ ეს კონგრესი უბრალოდ დაბომბა და რაც მოხდა მე ძალიან კარგად ვიცი ეს შემთხვევა. თუ ზუსტად მახსოვს 2005 წელს მაოისტურ კომუნისტურ პარტიას, რომლებაც დღევანდელი თუნჯელის პროვინციაში ისტორიულ დერსიმში პარტიული კონგრესი ჩაატარეს და ნუ მთელი ქვეყნიდან ორგანიზაციის დელეგატები იქ ჩავიდნენ და ასე შემდეგ და მსგავსი ტიპის კონგრესს, მსგავსი ტიპის ორგანიზაცია გარკვეული დაუწერელი შეთანხმების გარეშე ადგილობრივ ელიტებთან არ ჩაატარებდა. მაგრამ ფაქტია ჩაატარა და ეს დასრულდა ორგანიზაციის მთელი ლიდერობის განადგურებით. და თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იციან ქურთისტანის მუშათა პარტიაშიც და დიდი ალბათობით ისიც ძალიან კარგად იციან, რომ თურქეთის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში შიდა პოლიტიკური ანგარიშებით მოქმედებს, მსგავსი კონგრესის ისე ჩატარების საშუალებას როგორც ორგანიზაციას სურს, მათ არ მისცემს. შესაბამისად, ამის შემდეგ წავა ფეხის ორმაგი ათრევა, ორივე მხრიდან დივიდენდების გამოწურვის მცდელობა და სავარაუდოდ არანაირი იარაღის დაყრაც არ მოხდება. სანდრო, ანალოგიურადვე სირიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მაზლუმ აბდიმ სირიელი ქურთების ლიდერმა და აჰმად ალ-შარამ ხელშეკრულება გააფორმეს, უკვე დღეს სირიელმა ქურთებმა და დრუზებმა ფაქტობრივად უარყვეს ის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ალ-შარამ გამოაგზავნა და შესაბამისად აქაც ძალიან რთულია იმის წარმოქმნა, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ერთი შეხედვით უნდა ჩანდეს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოო ჯამში ოჯალანის რაღაც უფრო რადიკალურის და რაღაც უფრო ნაციონალისტურის სასარგებლოდ ნეოპოლიტიკურ აღსასრულს ვუყურებთ. მოკლედ, აი, ცოტა დრო დაგვრჩა და დიახ.
ერთ საკითხზეც რომ ანუ შევაჯამოთ რა კუთხით. ანუ ვის რა ინტერესი აქვს სირიაში გულისხმობ დიდ იმპერიალისტურ ძალებს რუსეთი, ამერიკა, რუსეთი, შტატები, თქვა თურქეთი, ანუ ისრაელი, არსებობს თუ არა რაღაცა ეკონომიკური მოტივები ამ ყველაფრის უკან და შესაძლებელია თუ არა, ანუ რაღაც პროგნოზირება იმის დასტაბილურდება თუ არა სირიაში ვითარება. და ანუ ვინ შეძლებს მოკლედ დომინანტური პოზიციის მიღებას რა. დიახ. სირიას რაც შეეხება, სირიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის უბედურება ის იყო, რომ ახლოს და არც თუ ახლოს მდებარე თითქმის ყველა ქვეყნიდან უმეტესობას იქ რაღაც ინტერესი გააჩნდა. ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბული ქვეყნების და ისლამური ბლოკის ისლამური ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის ნეიტრალიზაცია და რაც ჩანს ისრაელმა მას ფაქტობრივად მიაღწია და ახლა დრუზებით დასახლებული ტერიტორიების გამოყენებით დამატებითი ბუფერული ზონის შექმნას ცდილობს და თუ კი სირიის ახლანდელი ხელისუფლება დრუზებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს, დრუზები იძულებულები გახდებიან, რომ ისრაელის ამ მცდელობაში მიიღონ მონაწილეობა ვინაიდან სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნება თვითგადარჩენასთან იქნება დაკავშირებული. რუსეთი ცდილობს, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე პლატფორმა შეინარჩუნოს, რადგან სწორედ სირიაში არსებულ ბაზებზე დამოკიდებული რუსეთს აფრიკული პროექტების მომარაგებაც და ახლო აღმოსავლეთში მთლიანი გავლენაც და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის ამჟამად სიტუაცია სახარბიელოდ არ გამოიყურება, რუსები ბოლომდე შეძლებიან სირიაში თავიანთი რაღაც არსებობის შენარჩუნებას. თურქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ის, რომ მაქსიმალურად დააბრკოლონ სირიელი ქურთების პოლიტიკური გაძლიერება, თუ ეს არ გამოვა, ისე მოახერხონ, რომ ეს ნაწილი იდეოლოგიურად თურქეთისათვის იყოს უსაფრთხო და თურქ-ქურთებთან მათი კავშირები მაქსიმალურად შეიზღუდოს. ამავე დროს თურქეთისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე სირიის გავლით პირველ რიგში კატარი და საუდის არაბეთი ენერგომატარებლების გაყვანას აპირებენ, რომელიც ამ რეგიონის ნავთობს და ბუნებრივ აირს ტექნიკურად ევროპას მიაწვდის. გამოვა თუ არა ეს პროექტი რთული საქმეა, მაგრამ გეგმის დონეზე არსებობს. ირანს რაც შეეხება, ირანის გეგმა იყო ერთი მხრივ შიიტებით დასახლებულ ტერიტორიებზე თავისი გავლენის გაფართოება, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ცდომის მოპოვება იმ მხრივ, რომ ირანისათვის პროიორი ყოფილიყო თავისი პროდუქციის ასე გატანა და ხმელთაშუა ზღვაზე ზოგადი ცდომა და ამავე დროს თავის პროქსებთან იგივე ჰეზბოლასთან და სხვებთან უფრო მჭიდრო სახმელეთო გზით ურთიერთობა. მაგრამ ირანი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დამარცხებული მხარეა ჯერჯერობით. რაც შეეხება ყურის ქვეყნებს, ენერგომატარებლების გარდა აქ მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შეიქმნეს პროექტი, რომელიც პირველ რიგში მუჰამედ ბინ სალმანის საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველის და მემკვიდრე პრინცის პოლიტიკას ხელს შეუწყობს და ამავე დროს საუდის არაბეთისთვის იქნება ერთგვარი test case-ი, შესაძლებელია თუ არა ყოფილი ჯიჰადისტებისაგან მეტნაკლებად გამოსადეგი პოლიტიკური ფიგურების შექმნა, რადგანაც განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან მუჰამედ ბინ სალმანი ცდილობს, რომ ეს საუდის არაბეთში დომინანტური სალაფიზმი ჩვეულებრივ კონსერვატიულ რელიგიურ მიმდინარეობად აქციეს, რომელიც ჯიჰადით მაინც და მაინც აღარ იქნება დაინტერესებული და ამგვარად საუდის არაბეთს შიდა ტერორისტულ თუ საგარეო პოლიტიკურ სკანდალებთან დაკავშირებულ საფრთხებს ნაკლებად შეუქმნის. და ამ მხრივ ეს ექსპერიმენტის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებისათვის მთავარია პირველ რიგში სირიაში სიტუაციის ისე დასტაბილურება, რომ დევნილების დაბრუნება თუ არ მოხერხდება, ახალი ნაკადების შემოდინება მაინც დაბრკოლდეს და ამავე დროს ამ რეგიონში პირველ რიგში რუსეთის გავლენის შემცირება, რადგანაც ამერიკის ახლანდელი პოზიციებიდან გამომდინარე, ევროპას თავისი სურვილისგან მიუხედავად ნებისმიერ ადგილას უწევს რუსეთის შეკავებისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა. და რაც შეეხება სირიის ახალ ხელისუფლებას, აჰმად ალ-შარა ნიჭიერი პოლიტიკოსია და მას აქვს იმის გამოცდილება თუ როგორ გაანეიტრალოს კონკურენტული პოლიტიკური ფრაქციები და იგივე მაგალითად ახლაც რაც ჩანს ის, რომ ალავიტების ხოცვა-ჟლეტა პროთურქულ ფრაქციებს დააბრალა, შეიძლება ამის ინტერპრეტაცია მოახდინოთ ისე, რომ სამომავლოდის ნიადაგს ამზადებდეს პროთურქული მილიციების ან იძულებით ინტეგრაციის ან პოლიტიკური წმენდისათვის.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თავად ეს სირიის ახლანდელი მმართველი ფრაქცია ძალიან ეფექტურია და ძალიან ბევრი რეგიონული ლიდერი არსებობს, რომლების ნეიტრალიზაციისთვის საჭირო რესურსის ამჟამად დამასკოს ხელისუფლებას ნაკლებად გააჩნია, გადამწყვეტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება, მაგრამ რისი თქმაც ზუსტად შეიძლება ის არის, რომ სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი ძალიან რთული იქნება და წარმატების არანაირი გარანტია არ არსებობს, თუნდაც საგარეო ინტერვენციის შემთხვევაში. მადლობა სანდრო. ხო. შენ გაქვს რამე კითხვა? არა, მე მგონი დაუბრუნდებით ამ თემას კიდევ არაერთხელ და სტუდიაშიც სიამოვნებით გიმოსპინძლებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რესპონდენტი ხარ და მნიშვნელოვანი თემაც არის, იმიტომ რომ ხო, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, ძალიან ცოტა ინფორმაცია აღწევს ჩვენამდე და მნიშვნელოვანია. თუ აღწევს დამახინჯებული ისე, როგორც რომელიმე მხარეს აწყობს. ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ სირიის ამბებით საკუთარ პროპაგანდას დაუქვემდებარა და ხო, მნიშვნელოვანია ამ პროპაგანდას ნებისმიერი კუთხით ვებრძოლოთ. მადლობა სანდრო საინტერესო საუბრისთვის და დროებით. კარგად. ხო, მოკლედ ვთქვათ ისიც, რომ ალბათ ყველა გადაცემაში თითქმის ყველაში გვეყოლება ხოლმე სტუმარი და ანუ ესე ვთქვათ სტუმარს ავარჩევთ იმ თემის მიხედვით, რომელზეც უფრო მეტი ჩაღრმავება და დეტალები გსურს, ექსპერტიზა. ხო. არ ვიცი, აი რა შეიძლება კიდე ვთქვათ, სალაპარაკო ბევრი რამე ხდება, განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკაში და ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ ბევრი სალაპარაკოა. მე და შენ წეგან საუბრობდით კადრს მიღმა სომხეთის და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელსაც გამოეხმაურა მაკრონის და თქვა, რომ მნიშვნელოვანი ამბავია ეს და მაკრონის გარშე თითქმის 40 წლიანი კონფლიქტი მიდის დასასრულამდე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ის თუ სად და რა ვითარებაში მოეწერება ამ ხელშეკრულებას ხელი. ხო, აი ის იქნებოდა კარგი, რომ ეს საქართველოში მოხდარიყო. ხო, იმიტომ რომ რაღაცა სიმბოლური იქნებოდა, თუმცა ხო, რაღაც ჩვენი მიმდინარე პროცესებიდან მომდინარე ალბათ საქართველო ვერ იქნება ეს. ხო, აი ერთი კიდე იმის თქმაც შეიძლება აპდეიტივით, რომ ტრამპის ახალი განცხადება სოციალურ ქსელში. რომელშიც ის წერს, რომ პუტინს ესე ვთქვათ ევედრებოდა, რომ დაინდოს რუსეთის ტერიტორიაზე ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცები. მოკლედ ეს რაღაცა რიტორიკული ფანდები და თამაშები გრძელდება. ანუ თქვა რომ გუშინ ესაუბრა პუტინს და ანუ რაღაცა მხრივ ძალიან ამორალური და ამაზრზენი, მაგრამ მეორე მხრივ ამას უწოდებენ რეალ პოლიტიკას, ხო? და ამაზე მე შემდეგ გადაცემებშიც და პოდკასტში უფრო სწორად ვილაპარაკებთ, ანუ სინამდვილეში რას ეყრდნობა ეს რეალ პოლიტიკა, მართლა აი ამ ბრუტალური და შიშველი ძალის გამოვლინებას და სუსტის გადავლას და დაჩაგვრას. ანუ რაღაც ბიოლოგიური და ჯუნგლების ესე ვთქვათ კანონი შემოდის თავიდან ბოლომდე და არანაირი რაღაც დამცავი სოციალური და ჰუმანური მექანიზმები აღარ მოქმედებს. ხო, თითქოს გვეგონა რომ რაღაც კაცობრიობამ თითქოს პრინციპში არც გვეგონა, მაგრამ თითქოს იქეთკენ უნდა მიდიოდეს ევოლუცია, რომ ეს წესრიგი უნდა გაირღვეს, მაგრამ ხედავთ, რომ კიდევ უფრო მძლავრად აბრუნებენ წინარე ისტორიას უკან და ძალიან რთული დროება გველოდება განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებს, უკრაინას და საქართველოს. კანტის ფრაზე რომ გამოვიყენოთ, ორი მომავალი აქვს კაცობრიობას, ერთი ან საყოველთაო მშვიდობა, ან სასაფლაოს მშვიდობა. თვად სწორი ის არ არის ციტატა, პერიფრაზია, მაგრამ ჯერჯერობით პირველი ვარიანტისგან არ მიდის საქმე. ხო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შაბათს
მომავალ კვირას და იმედი გვაქვს, რომ მოგეწონება ჩვენი პოდკასტი. დალაიქეთ არხი. ხო, დალაიქეთ და გვაშიარეთ და ჩაურთეთ არის ღილაკი და გამოგყევით ასევე ჩვენ ეპიზოდები დაიდება Spotify-ზე და იქაც შეგიძლიათ მოусმინოთ და გაგვიხარდება თუ თქვენს რაღაც შენიშვნებს ან ხო, ისე თავშივეც შეგვეძლო გეთქვა იქ, რომ მოკლედ ჩვენი ესე ვთქვათ დათქმასავით ის იყო, რომ გვინდოდა რაღაც ინტერაქციული პოდკასტიც გამოსულიყო. ამიტომ ვისაც რაიმე კითხვა გექნებათ, ან არ ვიცი, შენიშვნა თუ ასე შემდეგ, ან შემოთავაზება რა თუ რამეზე გსურთ ჩვენი აზრის ან არ ვიცი სტუმრის აზრის მოსმენა, კომენტარებში დაწერეთ და წარმოგერიდოთ. ხო, ჩვენ პირიქით ძალიან გაგვეხარდება ეს. მადლობა და დროებით.